ეთერშია საინფორმაციო პროგრამა გამარჯობათ. სოფელ ერევში გორის სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ოპერაცია ძებნილის ასაყვანად მსხვერპლით დამთავრდა. ოპერატიული ღონისძიება, რომელიც გორში სამართალდამცავებმა განახორციელეს, ძებნილი პირის დაკავებას ეხებოდა და მსხვერპლით დამთავრდა. სოფელ ერევში მცხოვრები წარსულში ნასამართლელი გიორგი ბორცაძე ავტომატური იარაღის უკანონო ტარებისათვის და ბოროტი ხულიგნობის მუხლით იძებნებოდა. პოლიციის თანამშრომლის გასროლა ძებნილისათვის სასიკვდილო აღმოჩნდა. მიიღეს ინფორმაცია ერედვის განყოფილების მუშაკებმა მის გადაადგილების შესახებ სავარაუდოდ. იქ შედგა ოპერატიული ჯგუფი, შესაბამისი ინსტრუქტაჟი მიეცათ მათ და ჯგუფმა სცადა მანქანის გაჩერება, სადაც ეს იმყოფებოდა. მანქანა ჯერ შეჩერდა, შემდეგ მოხდა იქიდან გასროლა ოპერატიული ჯგუფის მიმართულებით, წინასწარ როგორც არის ესეთი ინფორმაცია გვაქვს, ახლა ყველაფერს დაადგენს მოკვლევა, რომელიც ტარდება და რომელსაც ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაუყოვნებელი ჩაერთო პროკურატურა დაუყოვნებელი ამ ფაქტზე და ყველა მომენტი იქნება მანდ გაანალიზებული. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ძიებას აწარმოებს ცხინვალის მხარის პროკურატურა. ამოღებულია ნებისმიერ აღნიშნეთ მაგაროვის სისტემის და შემდეგ თვითონ შემთხვევის ადგილიდან, სადაც უშუალოდ ეს პოლიცია და საგუშაგო იყო, ამოღებული იქნა დაახლოებით 80-100 მეტრის რადიუსის ფარგლებში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ეკუთვნოდა გიორგი ბორცვაძეს, ძებნილ გიორგი ბორცვაძეს. პროკურატურაში აღიძრა იმავე დღეს 10 ოქტომბერს იმავე ხამით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114 მუხლით, რომელიც შეეხება მკვლელობას დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით. აღნიშნულ საქმეზე აწარმოებთ გამოძიებას. ასევე ამოღებულია ყველა იმ ოპერატიული მუშაკის აღნიშნულ დღეს გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, მაგაროვის სისტემის პისტოლეტები. სათანადო ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა თუ რომელი პოლიციელის ნასროლი ტყვია აღმოჩნდა საბედისწერო ძებნილისათვის.